სად გაქრა დედამიწა? თქვენ ხო არ გინახავთ? კაი, გამარჯობა. მე გიორგი ლიპარიშვილი, ორიგივე ლიპარა მოსწავლებელი და დღეს ლიპარასკევაა ჩვენი გადაცემის დღე და ერთად გავიგოთ დღეს სად გაქრა დედამიწა. ეს არის წიგნი ამავე სახელწოდების, რომელიც ია გაბუნიამ დაწერა და დახატა ერთდროულად. გამომცემლობა არის ზოლიანი კატა და ნახოთ რა ხდება ამ წიგნში და რა ხდება დედამიწის თავს. სათხართ? მაშინ დავიწყოთ. სად გაქრა დედამიწა? ია გაბუნია. რა ხდება კოსმოსში? დედამიწას რომ გასცდები, დაახლოებით 13,15,17,73,010,000 ჯერ უთვალავი ნაბიჯით, აი იქ შეხვდებიან ოლივერი და რეტი. ოლივერ და რეტის სახლი არის აი აქ. ეს კი დედამიწაა, როგორც ხედავთ. ოლივერ და რეტი აი აქ ცხოვრობენ. კოსმოსს და პლანეტებს ასუფთავებენ, მზეს აღვიძებენ და აძინებენ, მოკლედ ყველაფერს კოსმო კანონების მიხედვით ალაგებენ. ისინი არიან შორეული galaktikიდან, რომლის სახლს და მდებარეობასაც არ გვიმხელენ. ისევე როგორც მათმა წინაპრებმა, წინაპრების წინაპრებმა და კიდევ იმათმა წინაპრებმა, ოლივერმა და რეტიმაც წარჩინებით დაამთავრეს კოსმოსის აკადემია და მზის სისტემის პროფესიონალი მზრუნველები გახდნენ. უკვე ძალიან დიდი ხანია, რაც ისინი ჩვენს მზის სისტემაში დასახლდნენ და უვლიან მზეს და ყველა იმ პლანეტას, რომელიც მის გარშემო ბრუნავს. ეს არის ოლივერი და ესეც რეტი. მაგალითად ვენერას, ყველაზე ცხელ პლანეტას, იუპიტერს, ყველაზე დიდ პლანეტას, რომელსაც დედამიწის ხელა ქარბორბალაუზის აიაგერ მუცელში. ასევე მერკურს, ყველაზე პატარა პლანეტას, მარსიდან მზის ჩასვლა ლურჯად მოჩანს. დედამიწა, ჩვენ აქ ცხოვრობთ, ურანი, ურანმა მზეს ერთი სრულიწრა რომ შემოარტყას, ამას 84 დედამიწის წელი სჭირდება. მთვარე დედამიწის თანამგზავრია. აი სატურნი სიდიდით მეორე პლანეტაა იუპიტერის შემდეგ. ნეპტუნი მზისგან ყველაზე შორს არის და ამიტომაც ის ყველაზე ცივი პლანეტაა. აი ნეპტუნი. მზისგან შორეული. ეხლა გავიცნოთ ოლივერი და რეტი და მათი მოკლე ბიოგრაფიები ვნახოთ. ოლივერი ასაკი მზის სისტემაზე ბევრად უფროსი. სიმაღლე შეუძლია გახდეს ნებისმიერი სიგრძის და სიგანის. სუპერ კოსმოს ძალა. ოლივერს შეუძლია ნებისმიერი კოსმო პრობლემის ამოხსნა და გადაჭრა. საყვარელი საქმიანობა მთვარის ღრიჭოების კოსმოს საგულდაგულოდ დასუფთავება. საყვარელი ფერი ხასხასა მწვანე. ოცნება პლუტონს ისევ შეუყვარდეს ჭამა, გაიზარდოს და კვლავ გახდეს მზის სისტემის სრულფასოვანი წევრი. ეხლა ვნახოთ რეტის ბიოგრაფია. ასაკი მზის სიმაღლეზე ბევრად უფროსი. სიმაღლე შეუძლია გახდეს ნებისმიერ სიგრძის და სიგანის. სუპერ კოსმოს ძალა რეტის შეუძლია ხელები ისე დაიგრძელოს, რომ იუპიტერს ორჯერ შემოხვიოს. საყვარელი საქმიანობა პლანეტების ხმების სუპერ პლანეტ ყურსასმენით მოსმენა. საყვარელი ფერი ხასხასა ლურჯი. ოცნება რეტი ოცნებებს სუპერ პლანეტ ხმების ჩანაწერზე, რომ შეძლოს პლანეტების ხმების ჩამწერზე, რომ შეძლოს პლანეტების ხმების ჩაწერა და ძილის წინ მათი მოსმენა. პლუტონს რეტი აჭმევს. ჭამე, თორემ პლანეტას აღარ გავხარ. გთხოვ, ჭამე. აი ესე თავაზობს საჭმელს. პარამ. აი ღერის თან ნახეთ, სუპერ კოსმოს ყურსასმენით. ერთ რაღაცნაირ კოსმოსურ დღეს, როდესაც დედამიწის დალაგების კოსმოს დღე დადგა და გეგმებით ჩამოწერილი ჰქონდათ ოლივერს და რეტის, უცნაური რაღაც მოხდა. ოლივერმა და რეტიმ ის ვეღარსა დაინახეს. დედამიწა გაქრა. გაიპარა? იმ დღეს აქ არ იყო? კი, ნამდვილად აქ იყო. հետავსად წავიდა დედამიწა. ოლივერ და რეტი სასწრაფო დედამიწისაკენ გაფრინდნენ, რომ ენახათ რა მოხდა. მაგრამ აღმოჩნდა, რომ ის არსადაც არ წასულიყო და ისევ თავის ადგილას იყო. მაგრამ ისე გაშავებული იყო და გაჭვატყული იყო, რომ უბრალოდ აღარ ჩანდა. აი დედამიწა აღარ ჩანს. და ოლივერ და რეტი ატირდნენ. განიცდიან. ოლივერ და რეტი ვერ ხვდებოდნენ, რა დაემართა დედამიწას. ვითომ ღრუბლები დაავიწყდათ? ხო, ესეც მნიშვნელოვანი ფაქტი. როდესაც მზეს გააპრიალებენ, ის რამდენიმე დღეს ძალიან ანათებს. ამიტომ პლანეტებს ღრუბლებში ახვევენ, რომ არ დასცხეს და არ გახუნდნენ.
აი ოლივერი და რეტი როგორ უვლიან მზესაც და პლანეტებსაც. ოლივერი და რეტი სასწრაფოდ მოფიქრების დიდოსტატები არიან. სასწრაფოდ რამე უნდა მოვიფიქროთ თქვენს და ფიქრი დაიწყეს. გადაწყვიტეს რომ დედამიწა შეეხებათ. აი ეს ფუნჯების აღებავები კიდევ რაღაცები და დედამიწა შეხებეს. ისე სხვათა შორის ძალიან გაუჭირდა დედამიწის ფერების მოპოვება. ხასხასა ლურჯი და ხასხასა მწვანე იშვიათია და ძნელად თუ იშოვება. შეხებეს და გამოანათა დედამიწა. ძველებურად სუფთა და ლამაზი გახდა. ძალიან დაიღალნენ, მაგრამ ჯერ მზე დააძინეს და მერე კი თვითონაც დაიცინეს. მეორე დღეს მზე რომ გააღვიძეს, იმ სამსვე დედამიწისაკენ გაცვიდნენ. დედამიწა კი ისევ შავი დახვდათ. ისევ მურიანი იყო და აღარც ჩანდა. ახლა კი ნამდვილად აღარ იცოდნენ რა უნდა ექნათ. და ალბათ ისევ დანაყვლიანდნენ. უკაცრავად, კოსმოს 112-ია? ბოლოს ოლივერმა მოიფიქრა და კოსმოს 112-ში დარეკეს. მხოლოდ გამოუვალი სიტუაციების დროს რომ რეკავენ ხოლმე. აქამდე სულ ორჯერ ჰქონდათ დარეკილი. რაო, რას გეუბნებიან? კოსმოს 112-მა სუპერ კოსმოს მტვერსასრუტი ათხოვა. ოლივერს და რეტის და ეს არის ყველაზე მძლავრი მტვერსასრუტი სამყაროს ისტორიაში. სუპერ კოსმოს მტვერსასრუტი. გაწმინდეს დედამიწა და სუპერ კოსმოს მტვერსასრუტით და აი რა დახვდათ. ნახეთ რამდენი ჭუჭყი მტვერი, შეიძლება ბოროტებას, იმიტომ რომ ბოროტება ხო სიბნელეა. და ნახოთ რა მოხდება, ნახეთ. რამდენს ასუფთავებენ. რა ხდება? ეს რა არის? ასეთი არაფერი მინახავს. მე მგონი დედამიწელებს დაავიწყდათ თავიანთი სახლის მოვლა. უკვირთ იმდენი ჭუჭყი ჩანს. ოლივერი და რეტი ამას მარტო ვერ გაუმკლავდებიან. ამ საქმეს სულ ცოტა ორზე გამრავლებული 10,050 ოლივერი და რეტი დასჭირდება. ახლა რამდენი ოლივერი და რეტი სჭირდება, რომ დედამიწა დაალაგდეს. იმიტომ რომ ყველამ უნდა დავალაგოთ, თორე ვერ დაალაგდება. ორი ადამიანი, აბა, თუნდაც უცხო პლანეტელი როგორ დაგვილაგებს დედამიწას. სასწრაფოდ ადამიანების დახმარებაა საჭირო, თორემ პლანეტა დაიღუპება. მოიმარჯვეს კოსმოფურცელ კალამი და წერილი მისწერეს ადამიანებს. კონვერტში ჩადეს და დედამიწაზე ჩააგდეს იმ იმედით, ადამიანები იპოვიან და პლანეტას გამოაჯანმრთელებენო. აი, რა ეწერა წერილში. ადამიანებო, გამარჯობა. ჩვენ ოლივერი და რეტი ვართ. კოსმოსში ვცხოვრობ და აქაურობას ვაწესრიგებთ. საგანგაშო ამბავი გვაქვს თქვენთვის. დედამიწას თქვენი დახმარება სჭირდება. გაურკვეველმა წარმონაქმნებმა, რომლებიც უხვად ახმელეთზე და ჰაერში სულ გააშავეს და დააბინძურეს პლანეტა. დედამიწის გადარჩენა მხოლოდ თქვენ შეგიძლიათ. ჩვენ დაგეხმარებით, ოღონდ უნდა დაგვიჯეროთ და დედამიწის გადარჩენის კოსმორჩევებს მიხვეთ. კოსმორჩევები კი მეორე გვერდზეა. ესეც კოსმორჩევები. პირველ რიგში არ დაყაროთ ნაგავი. ნაგავი არ ზღვაში ჩაყაროთ, თორემ ის სულ გაშავდა, თევზებიც კი გაშავდნენ. დარგეთ ხეები, ნუ დატოვებთ წყალს დედამიწაზე დიდხანს მოშველულს. მოუფრთხილდით დედამიწის რესურსებს, ჰაერს, წყალს, ელექტროენერგიას, ოთახიდან რომ გახვალთ, შუქის ჩაქრობა არ დაგავიწყდეთ. თუ კარგად ისწავლით, გეცოდინებათ როგორ მოუაროთ დედამიწას და დაიცვათ მერე დაცვასაც შეძლებთ. ეს ხებსაც ასწავლეთ. ეცადეთ არ გამოიყენოთ პლასტმასის ნივთები. ისინი ძალიან დიდ საფრთხეს უქმნიან ხმელეთზე, ცხოველებს და ზღვაში წყლის ბინადრებს. მოუარეთ ერთმანეთს და მოუარეთ ცხოველებს. მხიარული ადამიანების და ცხოველების არსებობა სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანია პლანეტისთვის. სულ ეს იყო. ჩვენი კოსმოსრჩევები გაითვალისწინეთ ისინი და ყველაფერი დაალაგდება. დიდი კოსმოსიყვარულით, ოლივერი და რეტი. ასე დამთავრდა წიგნი სახელად სად გაქრა დედამიწა. დიდი მადლობა, იმედია ჩვენ აღარ გაგვიქრება დედამიწა. აბა, ბედნიერად. შემდეგ ლიპარასკევობას შევხვდებით.